ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება რო გაიხსენო? ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება? რა მე და ჩემი სასამართლოებს ვიყარავდით ხოლმე. უფს. ეგ იყო ყველაზე კარგი მეჯას. ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება რო გაიხსენოთ, აი რაც უცებ მოგდით თავში. მამა ჩემს და დედა ჩემს რომ მანქანით დავყავდი და ფეხიციარული არსად არ მიწევდა. ეხა ფეხით დადიხარცო? სამწუხაროდ. ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება რა გახსენდებათ? სპაიდერმან რო გადაარჩინა სამყარო თუ რაც არის მეტრო. თქვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება. უყურებდი რომ ანუ სპაიდერმანმა რო გადაარჩინა ეს დიდი ტრეინი ძალიან გამიხარდა და მეთქი მეც უნდა გადავარჩინო თქო და იმის მერე დავემგავს ცოტა. თქვენ ვინ გადაარჩინეთ? მე გადავარჩინე 1800 დამოკიდებული ადამიანი. რაზე დამოკიდებული? ნივთიერებაზე, მავნეზე, სასმელზე და სხვა რაღაცეებზე. როგორ გადაარჩინეთ? გავხსენით ჩვენი ნარკოლოგიურები, ცენტრები და უფასო დახმარებები. აი რომ შეგეძლოთ წარსულში ბავშვობაში ერთი დღით დაბრუნება, აი რომელ კონკრეტულ პერიოდს აირჩევდით? ბაღში. ბაღს აირჩევდით? უდარდელი. გიყვარდათ ბაღში სიარული? ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება რა არის თქვენი? მე დიდი ხანი ვსმენოდა რომ ძმა მყავდა, უბრალოდ 8 წლამდე დაახლოებით არ ვიყავი შენახვედრი და 8 წლის ასაკში რო ვიყავი აეროპორტში, როცა შევხვდი მას პირველად, ეგ იყო ძალიან ემოციური და ძალიან ველოდებოდი მე იმ დღეს და ძალიან ტკბილად მახსენდება ეგ. ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება რო გაიხსენოთ? ყველაზე ტკბილი მოგონება ჩემთვის უკავშირდება უნივერსიტეტს და ყველაზე უფრო საინტერესო და ყველაზე უფრო სისხლსავსე წლები ადამიანის და ახალგაზრდობის ალბათ იქ გავატარეთ და ყველაზე უკეთ ამას გავიხსენებდი. აი როგორი სტუდენტობა გქონდათ რომ მომიყვეთ? ძალიან საინტერესო უამრავი ადამიანის გაცნობა, საუკეთესო მეგობრების შეძენა. ალბათ როცა არაფერზე ვფიქრობდით რა და აი ვიყავით ლაღები, თავისუფლები, ბედნიერები, არც პოლიტიკა გვაინტერესებდა, არც ეკონომიური მდგომარეობა, აი რა ვიცი, ლაღი თავისუფალი ბავშვობა. რა ვიცი, ვერთობოდით ესე უდარდელად რა. ძალიან ბედნიერად გრძნობდით თავს. გლეკვი რომ აჩუქეს, პატარა რო ვიყავი, მამა ჩემმა მომიყვანა, ეგ არის ყველაზე ძალიან ტკბილი მოგონება. რამდენი წლის იყავით? 6 წლის ვიყავი. ყველაზე ტკბილი მოგონება? სოფელში ყოფნა. აი როგორ ერთობოდით სოფელში? ბავშვობისას? კარგად ვერთობოდი. რას თამაშობდით ხოლმე? ხის დოჯინები ქონდა, ბურთი და ასე შემდეგ, სახლობანას. აი რომ შეგეძლოთ წარსულში დაბრუნება, აი რომელ კონკრეტულ პერიოდს აირჩევდით დასაბრუნებლად? ბავშვობას ისეო, ხო? აი თქვენ გეკითხებით რომელ პერიოდს აირჩევდით ბავშვობას? ახალგაზრდობა, სტუდენტობის პერიოდი. აი სტუდენტობის პერიოდი უფრო კარგად გახსენდებათ, ესე იგი როგორც ვიდრე ბავშვობის. ბავშვობის იმდენად რომ დავობლდი და ობლობაში გავიზარდი, ამდენად სტუდენტობა მქონდა ლამაზი, ახალგაზრდობა ლამაზი. ალბათ ტყეში სეირნობა, სირბილი, სოკოების მოგროვება. ყველაზე გემრიელი და ტკბილი მოგონება ეს არის. ეს ერთობოდით ხოლმე ბავშვობაში? კარგად ვერთობოდი ძალიან. იმიტომ რომ რაიონში ვარ გაზრდილი და ბავშვობა ბევრად უფრო ლამაზი და ლაღი იყო იქ ვიდრე აქ. ვაიმე. ძალიან ბევრი რამე რო არ მოგატყუოთ და ერთ-ერთი ალბათ ის არის რომ ეზოდან ვიპარებოდით და სახურავებზე დავძვრებოდით და მერე მშობლები გვეცებდნენ და იყო მთელი უბედურება ხოლმე. აქვე ვცხოვრობ და მერე იმაზე ვძურებოდით პიონერთა სასახლეში. იქ გადავდიოდით. ქეშინოდა? არანაირად იცით. აი რომ შეგეძლოთ დროში დაბრუნება, რომელ კონკრეტულ პერიოდს აირჩევდით თქვენი ცხოვრებიდან? ალბათ სკოლა იყო საოცრება. მადლობა ძალიან დიდი. უბრალოდ რა იყო იცით კლასელები, ეხლა აღარ არის ალბათ ისე. ყველა ისე ვიყავით, რომ დაძმებივით. აი ძალიან სხვა სიტუაცია იყო. ერთმანეთის დანახო გვიხარო და აი არ იყო ის რაღაც ჩხუბი, რაღაც არა, აი სულ სხვა სიტუაცია იყო და აი ყოველთვის კარგად მოვიგონებ ხოლმე და ყოველთვის კარგად მახსენდება. ერთი მომენტი მახსენდება, აი ყველაზე მეტად მინდოდა მაშინ რომ ფეხშველი მერბინა, მე არ გამომდიოდა აი სოფლის ბავშვებს ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა და ისე მშურდა სასაცილოა, მაგრამ აი არ გამომდიოდა არაფრით და აი დღემდე არ გამომდის რა ეგ ამბავი. მაგრამ აი მე მახსოვს რომ მაშინ ძალიან ბრაზდებოდი, რამდენჯერაც არ ვცადე, არასოდეს არ გამომივიდა და დავნებდი მე ამ ჩემს სისუსტეს. მაშინ
აი ეს იყო ძალიან სასაცილო. ეხლა უკვე რომ ახსენდება ასაკში, როგორ მინდოდა რომ ეს ფეხშველი ისინი რომ გამეტებით დარბოდნენ, მეც ესე მერბინა. ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება რო გაიხსენოთ? როცა ველოდი ხოლმე მამას ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი, როგორ დაბრუნდებოდა სახლში დიდი ნაძვის ხით.